ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის 3 თვის განმავლობაში 2 კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო. სულ ამ ხნის მანძილზე დარეგისტრირებული იყო ნარკოტიკების ბრუნვასთან დაკავშირებული 54 დანაშაული, მათ შორის 18 მძიმე. ნარკოტიკების გასაღების საქმეზე დაკავებულ იქნა 21 ადამიანი. განაცხადა აფსნი იახასთან ინტერვიუში აფხაზეთის ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკოტიკების ბრუნვაზე კონტროლის სამმართველოს უფროსმა ასტამურ ფაჩალიამ. ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ამ მდგომარეობაზე და სტატისტიკაზე სათემო ორგანიზაცია ახალი ვექტორის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა აბესაძე გვესაუბრება. მისი შეფასებით ვითარება ამ მიმართულებით უკიდურესად რთული და უკონტროლოა. არც ვიცით ოფიციალურად ალბათ არ ტარდება ისეთი კვლევები, რომ გამოიკვლევენ რაოდენობა, მაგრამ მასიურად არის ნარკოტიკების მოხმარება და საერთოდ არ კონტროლდება თვითაღიარებული ხელისუფლებას ჩემი გადმოსახედიდან საერთოდ არ აქვს ნარკოპოლიტიკა. ერთ-ერთი ნარკოპოლიტიკა იქ არის დასჯა და კორუფცია და ზოგადად ეს ბაზარი ალბათ ძალიან მომხიბვლელი არის რა ზოგადად ნარკოტიკების მიწოდების თვალსაზრისით, იმიტომ რომ მოთხოვნაც დიდია შესაბამისად ძალიან ბევრი არის ტრადიციული ნარკოტიკებს ასაც ვეძახით. პრობლემები არის შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის. ერთი ის რომ მაგალითად ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობა არის ძალიან დიდი დამოკიდებულება აქვს და შესაბამისად რომც მოისურვონ ხარისხიან მკურნალობას დეტოქს ვერ გაივლიან. მეორე ის რომ მოისურვონ თავი დაანებონ ნარკოტიკების მოხმარებას. მეორე ის რომ იმითქიდან გამომდინარე რომ ზიანის შემცირების სერვისებს ოკუპირებული აფხაზეთის თვითაღიარებული ხელისუფლება არ აღიარებს შესაბამისად შეიძლება აღიაროს, მაგრამ არ არის იმის საშუალება, რომ იქ ოფიციალურად ამის საშუალება არ აქვს სერვისის მიწოდების შესაბამისად იზრდება სხვადასხვა სიზანადები დაავადებების გავრცელების პრევალენტობა, როგორც არის აივ-შიცი, ჰეპატიტები და ასევე სხვა და სამწუხაროდ ეს კიდევ სხვა ტიპის პრობლემებს წარმოქმნის და ასევე ოპიოდების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი არის ზედოზირების შემთხვევები, რასაც თუ ჩვენ მომხმარებელს არ ვაწვდით ნალოქსონს, თუ სამედიცინო პერსონალი არის მობილიზებული და ამაზე ორიენტირებული, შესაბამისად იქნება ბევრი ლეტალური შემთხვევებიც.